დღეს გვექნება Jonesy Bonzi მეგრელების დაცინვის 5 მინუტკა. 5 მინუტკა მათენაზეა. იმიტომ რომ მეგრული მხოლოდ გვარები აქვთ და რეალურად არიან რუსები. მე ჩემ წიგნში ამ ფენომენისთვის მაქვს მიძღვნილი მთელი თავი. და იქ ყვები როგორ იქცევიან ოკუპაციაში მცხოვრები მეგრელები და როგორ იქცევიან ოკუპაციაში მცხოვრები ბაგვარის ხალხები. ბაგვარის ხალხები, ვინც მე შემხედრია, ყოველთვის ბევრად უფრო ღირსეულად იქცეოდნენ, ვიდრე ეს მეგრული გვარების მატარებელი ადგილობრივები, ოღონდ გაბონძღებულ გარუსებულები. ხო და აი ერთ-ერთ წინა ვიდეოში რო ვახსენე ირაკლი ბუკია და მისი გამოიმასქნებული, გამომზეებული არმია ახლა მომხდარა ასეთი მე არ შევსწრები ვარ ამას მაგრამ მომხდარა ასეთი ინციდენტი რომ ერთ-ერთს მგონი ბუკიას არა ვიღაცა სხვას ასეთი დამცინავი პოსტი დაუწერია რომ აი ამ ქართველებმა ახლა გაიგესო ჯერ ერთი ამ ქართველებმას ანუ ქართველებისგან თავს ისე ძალიან იმაშვებიან გამოყოფენ რომ ისინი სხვები არიან ძალიან დიდ დაპირისპირებას აჩენენ თავის რიტორიკაში ქართველებს და მეგრელებს შორის თითქოს მათ და ქართველებს შორის არაფერი საერთო არ არის. ხო და ამ ქართველებმა ახლა გაიგესო რომ მათი ქართლის დედა ინდური ქალღმერთი კალის გამოსახულება არისო და ვითომ ეს კალი რო ბოროტების ქალღმერთია, აიო ეს სულელი ქართველებიო ჯერ ერთი რო კალი დადგესო და მერე კიდევ რო ახლა გაიგესო. ჯერ რადონის უვიცობასთან, უწიგნურობასთან და სიტყვა უწიგნური მე საერთოდ არ მიყვარს. ახლა ტყუილად გამოვიყენე. უფრო სხვანაირად უნდა გამოვთქვა უვიცობა, მდაბიობა და ამას განათლებაც კი არ უნდა, რომ ასეთი დებილობა არ თქვა. ეს რაღაცა სხვა დონის გამორუსებაა. მე მექნება ჰეკატეზე მილაპარაკია ერთ ვიდეოში თუ ორ ვიდეოში. ჰეკატე არის ჩვენი ბერძნული მითოლოგიის ქართული ოჯახის აიეტის მედეას ოჯახის სადაც ასევე ცერცეა შედის პერსეი შედის ოჯახის წევრი და რამდენიმე ვერსია და ან დაიყო აიეტის ან ცოლი იყო და მედეასი ან დეიდა იყო დეიდა კი არა და მამიდა ან მამიდა იყო ან დედა იყო ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მედეა იყო ჰეკატეს ქურუმი და ჰეკატეზე მექნება კიდე ერთი საერთოდ ცალკე ვიდეო ბატონ კარლოსთან ერთად რომ მე დავიწყებ ლაპარაკს იმაზე რომ რატოა ვიდეო ჰეკატეს და მე ბატონ კარლოსთან ჩანაწერს მივაწებებ და ამით გაგრძელდება. ახლა დაუბრუნდეთ კალის და დაუბრუნდეთ ქართლის დედას. მე ქართლის დედა არ მომწონდა, იმიტომ რომ ხმალი დაშვებული აქვს. და ადამიანები რომლებიც ანუ ოფიციალურად ხო ვითომ ღვინის თასი უჭირავს, ვითომ არა ღვინის თასი უჭირავს და ნუ ხმალი დაშვებული აქვს, იმიტომ რომ სტუმართ მოყვარეა, მაგრამ თუ გააბრაზებ ხმალს აწევს. და გაბრაზებული ვარ რომ ეს ხმალი დაშვებულ მდგომარეობაში აქვს და არაწია და ხიხოს თავი არ მოჭრა. მაგრამ მოჭრის მოვა ის დრო რომ ქართლის დედა ივანიშვილს მოჭრის თავს. ჯერ ერთი სიცილი იმაზე რომ ქართლის დედას თავის მოჭრა შეუძლია ეს ძალიან დიდი დებილობაა. ანუ ქართლის დედა ისეთი ჩმური არსება უნდა იყოს რომ მარტო ღვინო ეჭიროს ხელში და ანუ ღვინოს რო აწუდის სტუმარს, მერე ის სტუმარი როდესაც რუსივით იქცევა, როდესაც აგრესორია, ოკუპანტია, დამპყრობელია, კიდე 1000 უბედურების მომტანია, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს?
მეორე ღვინო უნდა მიაწოდოს თუ უნდა აწიოს ხმალი და თავი უნდა მოაჭრას ხო უნდა მოაჭრას ხო ასეთი უნდა იყოს ქართლის დედა მე მაგალითად ასეთი ვარ მოგაწოდი ღვინოს და იმ ღვინოს თუ არასწორად მოექცევი ან მე თუ არასწორად მომექცევი ან ჩემ ქვეყანას არასწორად მოექცევი თავს მოგაჭრი არა მარტო თავს და ქართლის დედა აუცილებლად ასეთი უნდა იყოს ქართლის დედა არ უნდა იყოს ბულკი და მსხვერპლი არ უნდა იყოს უნდა გამოხატავდეს თან სირბილის და თან სიყვარულის და თან აუცილებლად სიმკაცრის თავდაცვის უნარიანობის მრისხანების სიმბოლო ორივე ერთად უნდა იყოს იმიტომ რომ როდესაც გააბრაზებ და მტერს მისი გაბრაზება მტერმა უნდა იცოდეს რომ ქართლის დედა არ უნდა გააბრაზოს ამიტომ ძალიან სწორია რომ ქართლის დედას ხმალი უჭირავს კიევის დედასაც უჭირავს ხმალი და რუსეთისგან იყურება სახით და ასეთი აწეული ხმალით და ფარით რუსეთისგანაა მიმართული. თვითონ ჯერ ეს ერთი რომ ძალიან დებილობაა იმაზე სიცილი რომ ქართლის დედაში არსებობს მრისხანების ანუ 1/9 მრისხანების სიმბოლო. მერე მეორე სიდებილე რაში გამოიხატება? იმაში რომ კალი ანუ თუ შენ იმას აწვევი რომ ძალიან ძველი ერი ხარ და ყველაფერი იცი მითოლოგია იცი მედეადან მოდიხარ კოლხეთიდან მოდიხარ ისიც უნდა იცოდე რომ ინდურელი ანუ კალი აქეთ კი არ მოსულა საქართველოში ჯერ ერთი და მას ქალი ერქვა თავიდან და საქართველოდან გავიდა და ინდურ რელიგიაში ინდუიზმში კალი საქართველოდან წაღებული ქალი ქალღმერთის ჰეპოსტაზია ქალი იყო თავიდან და კალი მერე გახდა და საერთოდ ნებისმიერი ქალი ასეთია და მით უმეტეს მეგრელი ქალი მიდი გააბრაზე ერთი მეგრელი ქალი და თუ არ გადაიქცევა ეგრევე კალით ან კალათ ნუ მოკლედ ნებისმიერი მეგრელი ქალი როცა გააბრაზებ გახდება კალი ეს მეორე დებილობა რომ ის არიცი რომ ინდურ რელიგიებში ინდუისტურ რელიგიებში აქიდან წასული რაღაცეებია მერე გაინდურებული ასე ვთქვათ და ანუ იქაური შეფერილობები მერე მიეცა უფრო მოგვიანებით მაგრამ წასული აქიდან არის მესამე ისიც ძალიან დიდი დებილობაა რომ გგონია რომ ღმერთები ან ქალღმერთები ან ერების სიმბოლოები ან კიდე რა არქეტიპები რო გგონია რომ უნდა იყვნენ აუცილებლად კეთილები საკუთარი მითოლოგია იციან იმ გამოშტერებულ შმეგრელებმა შმეგრელები იმიტომ მეგრელები ესენი არ არიან მეგრელი ვარ მე და მეგრელი რო ვარ იმიტომ მესმის ქართულ ეროვნების ერთიანობას რამხელა მნიშვნელობა რამხელა ძალა აქვს არა მარტო საქართველოსთვის არამედ საერთოდ მთლიანად მსოფლიოსთვის და ეს ბონძღები შმეგრელები არიან და ანუ რო რაც ჩამოვთვალე ქალღმერთი არქეტიპი ერის სიმბოლო არ ვიცი მე ზღაპრიდან ამოსული ქალის რაღაცა ჰიპოსტაზე ან თუ გინდ კაცის რო იმის ისა გაქვს რაღაცა მოლოდინი თუ მოთხოვნა რომ კეთილი უნდა იყოს რომელი ღმერთია კეთილი კეთილია მხოლოდ ქრისტიანობაში იესო თან იესო ღმერთი არ არის იესო ღმერთის შვილი ნებისმიერი ღმერთი როგორც კეთილი ისე მრისხანეა კეთილია როცა შენ მის დაწერილ მცნებებს მიყვები ღმერთით ცხოვრობ და თუ ღმერთით არ ცხოვრობ ის გსჯის არა მარტო იქ აქაც დაგსჯის და ის რომ ანუ კოლხური ღმერთები ან ქალღმერთები თუ იციან, დამისახელონ რომელიმე კოლხური ქალღმერთი, რომელიც კეთილი იყო.
აი მთლიანად თავიდან ბოლომდე კეთილი და არ ბრაზდებოდა და ხმალი არ ჭირდებოდა. მოკლედ ერთი სიდებილე, მეორე სიდებილე, მესამე სიდებილე და სრული მდაბიოობა. და მთელ ამ სრულ სიდებილეს და მდაბიოობას ბოლო დროს როგორც ჩანს გამოუჩნდა ძალიან საკმაოდ ძლიერი დაფინანსება, იმიტომ რომ აცხადებენ რომ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ არჩევნებში. რა თქმა უნდა ეს დაფინანსება არის დუგინური, რუსული, მართლა დუგინის დაფინანსება დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შემოწმებაზე რომ მივიდეს საქმე, რაღაცა აღმოჩნდეს, რომ რომელიღაცა ევროპული ფონდი აფინანსებს. ასე მე რო ვილაპარაკე ბერქოფის ფონდზე, რომელიც შუა თბილისში ლექციებს და ვებინარებს ატარებს იმაზე, რომ საქართველოს უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოკიდებულება, ამ ფონდს გერმანული ქვია და გერმანიის საელჩო აფინანსებს. გერმანიის საელჩო აფინანსებს სრულიად რუსულ პოლიტიკას იმაზე, რომ საქართველოს აფხაზეთი უნდა აღიაროს. ამიტომ ის რომ რაღაც ფონდს ევროპული ქვია, ან გინდა ევროპული მართლა იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ არ ემსახურება რუსულ ინტერესებს. და გარდა იმისა, რომ ეს სიბონძღე ჩაყვება კანალიზაციაში საქოცეთს და რუსეთს, სავარაუდოდ ისტორიას დარჩებიან როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შმეგრელები და იმაზე მეტად უფრო სამარცხვინო შმეგრელები, ვიდრე დღეს ოკუპაციაში ცხოვრობენ. აი მაგალითად მე რომ აფხაზეთში მივედი ერთ-ერთ ჩემს სახლში, იქ ცხოვრობენ ადამიანები ბაგვარით. ისეთი ძალიან იშვიათი ბაგვარია, თან რაღაცა გრძელი და ვერ დავიმახსოვრე, სადღაც მიწერია. და რომ მივედი მათთან, რომ დავაკაკუნე ჭიშკარზე და ვთქვი, რომ მე ამ სახლში გაზრდილი ვარ, ეს ჩემი სახლია და თუ შეიძლება შემომიშვით, შემიშვეს, ყავა დამალევინეს, ისეთი რაღაც ადამიანური საუბარი გქონდა, სადაც ცხოვრობთ, იქ როგორ ცხოვრობთო, შემთხვევით ხომ არ გიჭირთო და ნუ აი ეს რაღაცები. და მითხრეს, რომ რამდენჯერაც იქნები, რამდენჯერაც ჩამოხვალ, იმდენჯერ მოსვლა არ მოგერიდოსო. ესეც რა თქმა უნდა ძალიან უცნაური პოზიციაა, მაგრამ ბევრად უფრო ადამიანურია იმასთან შედარებით, როგორ მომექცნენ მეორე სახლში. მეორე სახლში სადაც მივედი და სადაც ლომიების ოჯახი ცხოვრობს, ანუ ლომია, ჯანაშია გამოაგდო ლომიამ სახლიდან. ის ლომია გარდა იმისა, რომ სახლში არ შემიშვა, საერთოდ ტელეფონზე დამირეკა მუქარით და ენგურს აქით შენი ფეხი გადმოდგმული თუ დავინახე, იმას გიზამ, ამას გიზამ, იმას ჩაგაბარებ, SGB-ს დავავალებ შენს დაჭერას, SGB იქაური სუსია. და ესეთ ნუ ბოლო დონის საზიზღრულად იქცეოდა ადამიანი გვარად ლომია. და ბევრად უფრო ადამიანურად იქცეოდა ის ვინც ბაგვარითაა. აი ასეთ შმეგრელობას და ანუ ირაკლი ბუკია და მისნაირები, აი ზუსტად იმ ლომიასნაირები არიან. ეს ასეთი რაღაცა ის არის გარუსების დაახლოებით ერთი და იგივე დონე აქვთ. და როგორც ის ლომიათან ის ნაომარია, ვინც ჩემს სახლში ცხოვრობს, უბრალოდ ისე კი არა, რომ ჩვენ რო წამოვედით დარჩნენ და დაიკავეს ჩვენი სახლები იომა ადამიანმა იმისთვის, რომ ჩემი სახლი დაეთრია. აი მე ვფიქრობ, რომ ბუკიაც ფიზიონომიაზე, მეტყველებაზე, სახის მიმიკაზე, ყველაფერზე ეტყობა, რომ დაავალოს რუსეთმა, რომ მივიდეს იქამდე საქმე, რომ დაჭირდეს, რომ ეგონოს, რომ ჭირდება, იარაღის ამღები არის ხელში. და დღეს რო დადიან და სამეგრელოს საზღვრებს აქით რო ავლებენ, არაოკუპირებულ საქართველოში, ოდნავ მაინც რამის შნო ვაჟკაცობა ბოდიში და ერთი ადგილი თუ აქვთ, ოკუპაციაში იარონ და იქ ავლონ სამეგრელოს საზღვრები. მივიდნენ ერთი იქამდე, სადაც ოფიციალურად
რუკის ძველი რუკების მიხედვით სამეგრელო იყო და პიც უნდა სირგვლივ მოხაზონ სამეგრელოს საზღვრები. მაგრამ ამის შნო რა თქმა უნდა არ აქვთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი საშინელი მშიშრები არიან. ამათი აღმოცენება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საქოცეთის პირობებში ვცხოვრობთ, რუსული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და რუსული რეჟიმი ასეთ საზიზღრობებს აყვავებს, აფინანსებს. ამას თუ დუგინი არ უხდის ფულს, მაშინ ბიძინა უხდის. 1-დან 2 აუცილებლად, ან დუგინი, ან ბიძინა. ბიძინა ხელს უწყობს მაქსიმალურად, რომ მართლა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. იმ დროს, როდესაც ისეთი დებილები არიან, რომ ქრისტიანობამდე რელიგიის ღმერთები და ქალღმერთები გონიათ, რომ კეთილები უნდა იყვნენ, ან კეთილები მაშინ იყვნენ, როდესღაც აი ასეთ უწიგნურობა დებილობასთან გვაქვს საქმე და მხოლოდ ასეთი გაუნათლებელი ცრთულია, რო თქვა ამაზე. ეს არის ხეპრეობის აი ხო იცით რუსები როგორ არიან, აი გაღლეტილი როა, სახლი რო თავზე ენგრევა, უნიტაზი რო არა აქვს ოჯახში და უნიტაზი საშოვარნელად სადღაც რომ მიდის, აი საქართველოში რომ მიდის საომრად, რომ უნიტაზი იშოვოს, უკრაინაში რომ მიდის საომრად, რომ უნიტაზი იშოვოს. აი ასეთი ბოლო დონის არარაობა როა და მაინც რო იქაჩება იმაზე, რომ რაღაცას წარმოადგენდეს, რომ ველიკა ჯერჟავა და რაღაცა აი ამათ მაგონებენ ეს ბუკია და მისნაირები. აი ყველაზე ბოლო დონის არარაობა რა ხარ და უცებ ისტორიის ყველაზე რთულ და ბნელ პერიოდში მოგეცემა რაღაცა თავის გამოყოფის საშუალება და მხოლოდ იმიტომ რომ ხარ პოპულარული, რომ ბონძღი რუსეთი გაფინანსებს. მოკლედ, ამაზე რძენობის და გულისრევის რა? მთელი ეს შანტრაბა. და ჰეკატეზე რატო მექნება გადაცემა, ამას მე თვითონ იმ გადაცემაში მოვუყვები, რა თქმა უნდა, თვითონ ჰეკატე რას ნიშნავს. და საერთოდ რას ნიშნავს ის, რომ ძალიან ბევრი რაღაცა საქართველოდან წაღებული, ისეთი წაღებულია, რომ საქართველოდან წაღებული არ ქვია. დანარჩენი მსოფლიო არ ეცახის ამას, რომ საქართველოდან წამოვიღეთო. რომ ჩემი აზრით მოდის ზუსტად ის ეპოქა, რომ ყველაფერს საქართველოდან წაღებულს დაერქმევა საქართველოდან წაღებულის სახელი. და ამასთან ყველაფერთან ძალიან დიდ კავშირშია ქართული ქალღმერთის ჰეკატეს ჰიპოსტაზი. მომავალ შეხვედრამდე და სადაც ეს ბონძღი-ძონძღები შეხვდებიან, რომელიც დასცინიან იმას, რომ თურმე ქართლის დედა კალის ვიზუალზე აწყობილი, ყველგან იქით დასცინეთ უვიცობაზე. ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ კალი ქალია და საქართველოდანაა წასული ინდოეთში და მეორე იმიტომ, რომ ქალი მართლა ასეთი უნდა იყოს. ქალს შეუძლია ღვინო დაგისხას და თუ საჭიროა თავსაც მოგჭრის, როცა საჭიროა. და ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს, მით უმეტეს მტერს. მომავალ შეხვედრამდე.